ეტაპზე მინისტრის თხოვნა იყო, რომ მხოლოდ გვეზრუნა ადამიანის პაციენტის გიორგის სიცოცხლეზე და არ განხილვა არ ყოფილიყო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხებზე და შევთანხმდით ამაზე, იმიტომ რომ ჩვენთვისაც თავარი ამ ეტაპზე არის ამ ადამიანის სიცოცხლე. დეტალურად განვიხილეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმის კურსში იყო. რამდენადაც მივხვდი, იმიტომ რომ ახსენა რამოდენიმე ისეთი რაღაც, რაც იცის ბატონმა მიხეილმა, გითხრა, ანუ კითხვები დასვა თუ როგორ შეიძლება და დაგხმარებოდა და გადაწყდა, რომ რამოდენიმე საქართველოში წამყვანი ექიმი ჩაერთვება, მოვლენ და მართავენ სიტუაციას. თურქეთზე უარი არის, ან უარი არ უთქვამს უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენადაც ინფორმაცია მაქვსო თქვა, ამ ეტაპზე სარისკოა თურქეთში გადაყვანა, თორე აქ ფინანსების დაზოგვაზე არ არის საუბარიო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ჩართულობა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რეალურად ყველა ნორმალურ დღემდეც ესე არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში წამყვანი ექიმები იკრიბებიან სხვადასხვა კლინიკებიდან, როდესაც ესეთი სიტუაციაა და არ ვიცი რა იქნება. ყოველ შემთხვევაში საბოლოო ის იმედი რომ გადაგვეყვანა სხვა ქვეყანაში, ესეც აღარ გვაქვს. ახლა ერთადერთი იმედი გვაქვს ჩვენი ქართველი ექიმების, რომ რაღაცნაირად შეძლებენ, რომ ეს მდგომარეობიდან გამოიყვანონ გიორგი და ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ აქამდე მივედით. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ვთქვით, რომ ამას აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს და გიორგი უნდა იყოს ამისთვის, არ ვიცი, ბოლო და უკანასკნელი. თამარა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ასევე თქვენი პროტესტის უკიდურესი ფორმის გადაწყვეტილების შესახებ. თქვენ შიმშილობა გამოაცხადეთ რამდენიმე საათის წინ. ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ შიმშილობა შეწყვეტოთ და დაელოდოთ მოვლენების განვითარება? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო მინისტრის მოსვლა ადგილზე, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ვალდებულებაც იყო მისი, რომ აქ მოსულიყო და ამდენი დღე და არავის შიმშილობა არ უნდა ჭირდებოდეს ამას, რომ ადამიანი ერთად გადავარჩინოთ, რადგან მოვიდა და შეგვპირდა და დედას პირადი საკონტაქტოებიც მისცა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაუკავშირდეს და ნებისმიერ შემთხვევაში გაუწევს სახელმწიფო დახმარებას. ზუსტად ეს იყო ჩემი შიმშილობის მოთხოვნა და ამ ეტაპზე ვწყვეტ შიმშილობას. დაუბრუნდები ჩემ შიშიმაშვილს, რომელიც მესამე დღე დატოვებული მყავს იმის გამო, რომ გიორგი გადავარჩინოთ და არ ვიცი, ემოციურად ძალიან მძიმეა უკვე ეს ცხოვრება ჩვენთვის რა. იმდენად იძაბება ჩვენი ურთიერთობა და იმდენად გაურკვეველი ხდება ჩვენი ცხოვრება, რომ მიუღებლები ხდებით, იმიტომ რომ შვილები გადავარჩინოთ ბევრი ადამიანისთვის და არ ვიცი, ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ რა ვიცი, მაგალითად დაიდევით, რამდენ ბავშვზე გითხარით უკვე, რომ დაიდევით მაგალითად გიორგი მაინც დაიდევით მაგალითად და აღარ კრათ ექიმებო ხელი, იმიტომ რომ აქ არის სახელმწიფო სისტემური დანაშაული, მაგრამ იქამდე ხო ადამიანები და ექიმები ხართ ხალხო, რატო უნდა კრათ ხელი და რატო ვერ უნდა შემოვიდეთ კლინიკამდე, როცა ყველაზე მეტად ჩვენ შვილებს სჭირდებათ?